და აი ისიც ჩამოვიდა ჩვენი მანქანა და აქ ლუქს ავტოში ჩვენ მოვედით მეგობრების რეკომენდაციით, იმიტომ რომ ეს ისეთი მანქანაა, რომ ამაზე ნაკლები სერვისი არ უნდა აკადროთ. თან ძალიან კომფორტულია, იმიტომ რომ ერთ სივრცეში კეთდება ყველაფერი. სანამ ავხსნით, მე მგონი არხი უნდა გამოიწეროთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო კონტენტს გვირდებით და ეს ვიდეოც ძალიან საინტერესო იქნება, ასე რომ ვიდეოს დასაწყისშივე დალაიქეთ, დააჭირეთ ლაიქს, ასევე ზარის ღილაკს დააჭირეთ და მე მოდი ახლა ავხდი ფარდას ამ მანქანას, თუ რა მანქანა ჩამოვიდა და რა მანქანა მეყოლება. და მოდი მე ახლა ავხდი ამ ყველაფერს ფარდას. აი ფეიერვერკებიც გაისმა. დავიწყოთ. მაგარი ქარია. და ეს არის 2016 წლის W205 C63 S. Mercedes-ზე რო გადავედი, გადავთარგმნოთ ფეხბურთის ენაზე, გავიჩიტე ხა ლუის ფიგუ, რომელიც გადავიდა რეალში. მაგრამ მართლა მაგარი მანქანაა, BMW-ს არაფერს ვერჩი, მაგრამ ეს მაინც ძალიან მომწონს. თავიდანვე ძალიან მომწონდა, მაგრამ არ იყო საშუალება, რომ ამ მანქანას მივწვდომოდი თუ შევწვდომოდი. და რაღაცნაირად ხა მოვახერხე აუქციონზე დაბალფასში მოვიგეთ ეს მანქანა და ჩვენ ახლა მოვედით AutoExpress-ში, ზუკასთან. AutoExpress-ი მდებარეობს გალუგიშვილის 7 ნომერში. ჩვენ ბევრი კონსულტაციები გავიარეთ. მე ჩამოყალიბებული ვიყავი, რა მანქანა მინდოდა და ზუკას აქვს კაი ფეხი. ან ხელი, არ ვიცი. რამოდენიმე მანქანა იყო აქამდეც, მაგრამ ძალიან ძვირებში წავიდა, აქ ყიდვა რო ჯობდა ისეთ ფასებში. თან დღეს ქართველები არ იქნებიან, როგორც ვიცი. ძირითადად ქართველები გვიგებდნენ. წინა რამოდენიმე აუქცია. ამ ეტაპზე ორი მანქანა დარჩა და ამ ორი მანქანის შემდეგ დაიწყება უკვე ჩვენი შერჩეული მანქანა. დაზიანებას რაც შეეხება კი ასე თუ ის ევრი სხვადასხვა პატარ-პატარა დაზიანება, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს თანხაზეც იმოქმედებს და ჩვენთვის სრულ თანხაში მოსაგებად დაგვეხმარება. დაიწყო. აჰა, დაიწყეს ისევ. დაარტყი. ჯერჯერობით კარგად მიდის. ერთ-ერთი ისეთი მანქანაა რა და ნახოთ ახლა თუ გაიჩიტება ეს ხელმისაწვდომ ფასი. აი всё, ჩვენი ბიდი არის ახლა ბოლო, 12 და 8, თუ არავინ არ გადაგვიბი და უკვე ჩვენი გახდება ეს მანქანა. ეგ არის. და ბრახაში 12 და 7-ზე დაარტყა, 12 და 8 იყო უკვე ჩვენი ბოლო. 12 და 8 უკვე აღარ ძალიან კაია, წამოვიდეთ საკაიფოთ. არ მჯერა ისე. და ხო, ძალიან ცხოვრება. აუქციონებზე 21-მდე ავიდა და კი აქ დაზიანება ეხა, მაგრამ გაკეთდება რა, გაუკეთებელი ისეთი არ არის. ფასი სასწაული ფასია რა. აი ესეთი მანქანა არის. ძალიან კაი მანქანაა. მადლობა ზუკას, მისი ნომერი ამონათდება. WhatsApp-ზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ. ზუკა მოგემსახურებათ, ასე ვთქვათ, ხო მომსახურებთ. რა თქმა უნდა. მადლობა, ჩემო ძმაო. ფოტოში ვარ, ბები მანქანას. აი მოაქვთ, აგე. მოდის. ბორბალია რომაძრეს და ვიდა შიგნით ესეა, ისეთი არაფერია. საბურავი ინჩადო შიგნით. აი აგერ დავდეთ უკვე ევაკუატორზე, ეს კაი კაცი ძალიან მაგრად დადის, სწრაფად და ხარისხიანად აკეთებს ყველაფერს. დავსდეთ მანქანა და წავედით თბილისისკენ. კარგად ფოთო. ახე რას დადის Mercedes იმენა ტრაქზე გვასწავლა.
ნახოთ ეხა რა იქნება. ჩემ მეგობრების გაკეთებული მანქანები, რომელიც ლუქს ავტოშია გაკეთებული, ყველა მომეწონა და რაღა ჩემი არ მომეწონება ეხა გაკეთებული. მე ვიცი რომ ძალიან ხარისხიანად აკეთებენ და ყველაფერი არის ერთ სივრცეში. ეს არის სასამართლოსთან მდებარეობს. როსტევანის შესახვევი 7 არის მისამართი, ვისაც დაგჭირდეთ. შევიდეთ ეხა შიგნით. რანენ დრაივია ძმა, იქოქება დადის. მანქანა რა 2 მეტრი გავიარე და უკვე ვიგრძენი რაც არის. მოვედით შიგნით და ეხა შეგვიფასებენ მანქანას გამარჯობა. მოგიყვანეთ პაციენტი და ჯერ ცუდით დავიწყოთ თუ კარგით, როგორ იწყებთ ხოლმე? ცუდით დავიწყოთ, კარგით დავამთავროთ. აჰა. ეკრანი დეფორმირებულია. ეს ამძვრალია აქედან თავისი ადგილიდან უკვე. ეს ცხვირი გვერდზეა ცოტა. აქ დათქმულია და გვერდზე. ფარები მაქვს. შესაბამისად, იმიტომ გაბერა ესეც. კაპოტს არაფერი არ ჭირს. გადავრჩით. გადავრჩით. რადიატორებიც დაზიანებულია, იმიტომ რომ შევამჩნია იქ გახეული აქვს წინ. C63 მაქვს ნანახი, რომელიც ჩონჩხის სახით იყო და მე აღდგენილი. მედი ახლოს არ არის იმასთან. პირველი რთული პროექტი იყო ეგ ჩვენთვის C63 ბევრს აქვს. კი, ჩვენთან გაკეთდა. უკანა მხარეს რაც შეეხება და მოგითხარით კარგით დავამთავროთ. აქ არ არის დეფორმირებული უკანა ხარე, საბალგული თავის ადგილზეა. ანუ უკანა მხარე კარგია? კი, კარგია. ერთადერთი აი ეს ბამპერია, ცოტა კითხვის ნიშანი აქვს, გაკეთდება თუ არ გაკეთდება. და აბა შიგნით ჩავხედოთ. შიგნითაც აქ ცოტა დაზიანება, მაგრამ ისეთი არაფერი, რომ ამე კვალი დატოვოს. აქეთ არის კიდე კარგი. ხო, ორივე კარი დაზიანებულია. ხო, დაზიანებული, აქ არის გადმოვა, ის და მაინც შუაში. ის დავადოთ მაინც. მაგნიტი, ესეც მე მგონი ალუმინი უნდა იყოს ეს ორივე კარი. ეხლა ვამოწმებთ ალუმინია თუ არა? ხო, ნუ რკინა უფრო შემორჩილება, ალუმინი ცოტა რთულია რა. ეს უკვე ხო, ამის უკანა ფრთებია რკინა, დანარჩენი ყველაფერი ალუმინია რა. რო წონა კონდეს დაბალი, ხო ამ მანქანას? ხო, სიმსუბუქის მაინც არის სპორტულ გათვალისწინებული. ამბავში. აზრობა დაგჭირდება უცებ. და ეს ჯერ წინ არის ყველაფერი. სალონშიც ორი აირბაგია გამოსასვლელი ჭერის. სხვაგან არაფერი. სხვაგან არაფერი. კარგ მდგომარეობაშია. აქ არის ყველაფერი ერთ სივრცეში და ძალიან კომფორტულია. მინდა, იმიტომ რომ რომ ერთ- სირბილი და რაღაცა არ გიწევს რა. ამ მანქანებზე მომიწია ბევრჯერ ეს სირბილი. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ რომ კომფორტი შეუქმნათ მომხმარებელს და ჩვენ თავსაც. ხო, ბევრი და- არ ვიბინოთ და ერთ სივრცეში ხო, გაკეთდეს. ყველა სერვისი არის ერთ სივრცეში და ძალიან ხარისხიანად კეთდება მაღალ დონეზე. ამას ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ ამ მანქანას თუ რა ხარისხით გაკეთდება. ძრავის გარდა ვიცი რომ ყველაფრის გაკეთება არის აქ შესაძლებელი. ძრავს გაკეთება არ უნდა 4-დან 0 ბიტურბო შვენიერი ძრავია და დანარჩენი. ვნახოთ მალე ავაგუგუნებთ ამ ძრავს. მანქანა შემოვიყვანეთ რობოტზე, გეომეტრია არის დარღვეული ამ მანქანაზე, აი ეს ლანჟერონები უნდა გასწორდეს და ასევე სათუნუქე სამუშაოები უნდა შესრულდეს. რომელი რობოტია არ ვიცი, მე მგონი AI რობოტია, თვითონ ასწორებს ალბათ, იმიტომ რომ არ არის ხელოსანი. ყველაფერი გაკეთდება იდეალურად, რასაც თქვენ თვითონ ნახავთ. სარობოტე სამუშაო, როგორც ნახეთ, კადრში დასრულდა, ეხლა გრძელდება სათუნუქე სამუშაოებით. აი აქ ცალიკრილო გაკეთდა ალუმინი, აი ესე სუფთად არის შესრულებული სათუნუქე სამუშაო. მორიგი დღე ლუქსავტოში სათუნუქე სამუშაოები სრულდება. ნელ-ნელა იხოდება ჩვენი მანქანა. აი ეს კრილო გასწორდა. ეს ცხვირის კაპოტი დაუზიანებელია და კარგია. აქეთ კრილო შეიცვალა. ანუ შიგნით იყო შეწეული და გამოიყვანა? ხელით იქიდან ვერ შედიხარ. ამიტომ არ ვჭრით ამას, ხო ხდები? ხო. ამით იმაშენით. ანუ ეს არის ცივად გასწორება არის და ცხლად გასწორებაა ეს, ხო? ის არივით ერჭობა და უკან გამოვა.
ასე ვთქვათ, გამოწყნას ეს ეგრეთ წოდებული შიტოკები უკვე შეიღება და ეხა უკვე მანქანის სხვა ნაწილები შეიღებება. ძალიან მიხარია, ესე ნელ-ნელა წინ მივდივართ, შეღებილი იდეალურად არის. მე მანქანაზე უფრო კარგად გამოჩნდება, მაგრამ აქაც მშვენივრად ჩანს. ეხლა წავიდეთ მანქანასთან უშუალოდ. აი შიგნით არის ჩემი მანქანა საოპერაციოში. აი ესეთ კაბინაში იღებება. ეხლა უნდა შევიდე საოპერაციოში. ეს უნდა გადავიცვა ოღონდ რა. ჩაიცვი ჩემთან ერთად სამღეროს სამუშაო. აი დღეს ესეთი ლუკი მექნება. ვარ საოპერაციოში. მე არ მომასხა. აი ჩემი მანქანის ღებვის პროცესს ვესწრები. ეს იგივე არაც სამშობიაროში შვილის დაბადებას რო ესწრები, ხო? ახლა ნახოთ როგორ იღებება. რას ამბობენ, გადარჩება? გადარჩენილია, აბა რა არის, სხვა გზა არ არის. იასნე, თავარია მოვინდომა. როგორ ფიქრობ თქვენ, გადარჩება? გადარჩენილია და გამოსულია უკვე ფაქტია. გამოსულია, ხო? ეს გადაყვანი. ბიჭია ბიჭთან. ბიჭია? ბიჭია. აია, შამპანურსაც გავხსნით თვალე. თავადაც ხედავთ როგორია და ეხა უკვე დადგა ის კულმინაციური მომენტი, როცა უკვე დაიწყება ამ მანქანის აწყობა. ფარები დავაყენოთ პლასმასები, დისკებით შეიცვლება და კაი დისკებსაც წესით ვიშოვით ორიგინალებს. ამ მანქანაზე რაც იქნება, არის ყველაფერი ორიგინალი დაყენებული. ფარებიც ორიგინალი დადგება და სავარაუდოდ რესტაილინგის ფარებს დავაყენებთ. წინ აი ეს ბამპერი რაც განახით, დადგება, აქ შვენივრად ეს წინაფარები გადარჩენილი იყო, უბრალოდ შეუცვალე გარედან შუშა. ვალვოლინში ვიმყოფებით, ზეთი უნდა ჩავასხათ. ვალვოლინი და AM სოილი არის აქ და AM სოილი უნდა ჩავასხათ ჩვენს მანქანაში. აქ პატარა მოსაცდელი გაუკეთებიათ, აქეთ გაუფართოვებიათ. ეს იმისთვის არის კარგი, რომ უფრო კომფორტულად შეგიძლიათ აქ ზეთი გამოცვალოთ. ნაკლები რიგია, იმიტომ რომ ბევრი ბოქსი არის უკვე. აქ შეგიძლია ყავადალიო რაღაცა მოისვენო დაჯდე. ეგერც ჩამოჯდები რაცა აი დახესდები. წავიდეთ ახლა ზეთი გამოცვალოთ. ბიჭები იყვნენ ჩემს რიგში, ნახე რა მანქანა. ბოლო ვინ არის? თქვენი ყავით ხო რიგში ახლა? მართლა შემთხვევით ხვდებით ხოლმე. როგორი კმაყოფილები ხართ? მართლა შორის კარგი ზეთი. საკვებად როგორი? კი, მაგაშიც გამოდგებაო. არაქივით ზეთია ხო? გადმოხვდი თემხარეს იყიდე მერსედესი. მერსედესი ვიყიდე ხო? თავიდანვე ჩანაფიქსში იყო, უბრალოდ მე ვერ წვდებოდი მაგას. აი არჩევანია გიოცა. მაგაზე მაგარი ძრავი 8 ცილინდრებში სოფლიოში ალბათ არ არსებობს. GT-ი როგორ გაგისწორდა? რა იგივე მანქანა. ეს თან შედარებით მოდის ხოლმე მეკითხება რომ აუ სხვა მანქანა, რავი, ტექნიკურად 99% იგივე მანქანა. შენ მანქანაზე რა ხდება რაღაცა საიდუმლო მანქანა რო? არც ისე საიდუმლო, პირდაპირ ვიძახით, უკვე რომ ხალხი დაეღო. ექსკლუზივი იყოს? კი, იყოს. გავუშვა. თავდება უკვე დასაბრენდია, თითქოს ყველაფერი მორჩა, ვიდეო არ დამიდია, მაგრამ მორჩა. აბა წარმატებები, მადლობა ინტერვიუსთვის. ამჟამად მე წავიღებ მე რა, ეს შეიძლება სახში გამოვიყენოს კარტოფილიზე. ძველი C-კლასი, აქეთ ახალი ტრაკების შედარება. ერთი პატარა სიურპრიზი, ვინც აქამდე უყურა ვიდეოს, თქვენ შეგიძლიათ ამ ვიდეოზე დააკომენტაროთ, გამოთქვათ თქვენი აზრი და ვალვოლინის საჩუქრად გადმოგცემთ ზეთის შეცვლას უფასოდ. და მე შეგახსენებთ, რომ ამ პრიზს რომ მოიგებთ, თქვენ შეგიძლიათ ეს ზეთი შეცვალოთ უფასოდ ვალვოლინის 4 ფილიალში, რომელიც მდებარეობს აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე, სააკაძეზე, ფოთში და წყალტუბო ქუთაისის მაგისტრალზე. ნახოთ აბა ვის გაუმართლებს. მივედით ხადავოინდე. წინა თვალში ხო იყო მანქანა დარტყმული და იყო წერო გაფუჭებული. და აი ამ წეროს ცვლით. ნელ-ნელა უახლოვდებით კულმინაციას. აი ამდენი წვალების შემდეგ მანქანა
მანქანა იქნება ხოდზე. ხა იცვლება დისკები, ძალიან კაი დისკები გაჩნდა ჩვენმა მეგობარმა. მადლობა მას. დისკები დადგება სხვა მანქანაზე, ისეთი როგორიც შეეფერება ორიგინალი დისკები. ნახოთ რა იქნება, აბა. მე ლუქს ავტოში ვარ შემოპარული. ბოლო შტრიხები კეთდება მანქანაზე, ეს მიმაგრდა. აკლია რამე ბატონო ლექსო. არა, ყველაფერი არაკლია, ჩემგან გასხვავებით ამ მანქანას არაფერი არაკლია და ეს მანქანა ხვალ უნდა გამოვიდეს მზეზე. დღეს უკვე ღამეა. ხვალ უნდა გაჩვენოთ, მაგრამ ეს ხვალ დადგება შემდეგ ვიდეოში. შენ გითხარი, როგორი იყო ამ მანქანაზე მუშაობა ბატონო ლექსო? ცოტა გაგვაწვალა, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოგვივიდა, რა იდეალური. ახლა წვალების გარეშე არ გამოვიდა. ნაწილების მხრივ იყო ცოტა ისინი რა. რა ვიცი, გამოვიდა პრობლემები. შენს მითხარი უფრო BMW-შნიკი ხარ და ამ მანქანაზე რა სიტყვა? მაგარი მანქანაა, ზოგადად კარგი. ცუდად ხო არ გამიკეთეს სპეციალურად? არა, ყველაფერი კარგად არის. კარგად არის გაკეთებული. Mercedes-ის ყოლია და ყოფილი ვარ Mercedes-ის. ჩვენ ცოტა ხნით გემშვიდობებით, ერთი ვიდეოს შემდეგ შევხვდებით და უკვე ეს მანქანა იქნება გამზადებული. არხი გამოიწერეთ მანამდე დროებით მეგობრები. ნახვამდის. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.